400 მილიონი წლის წინანდელი მისტიკური გამოქვაბულები მოვინახულეთ და თქვენს გაჩვენებთ როგორია. დღეს კუალა-ლუმპურის სავიზიტო ბარათის ბათუს მღვიმეების სანახავად მივდივარ. ბათუს მღვიმეები ქალაქიდან ოდნავ მოშორებით მდებარეობს. მანქანით დაახლოებით 30 წუთის სავალზეა. აქ მოხვედრა ტაქსით ყველაზე მარტივია. თან ტაქსი ძალიან იაფია მალაიზიაში. Grab აპლიკაციით გამოვიძახე ტაქსი და მგზავრობა სულ რაღაც $4 დამიჯდა. აი ასე გამოიყურება მთავარი შესასვლელი. ხალხის საკმაოდ ბევრი ჩანს. დილით ადრე მოსვლა კი მინდოდა, მაგრამ ადრე ადგომა საშინლად არ მიყვარს, ასე რომ რაც არის ეს არის. ძალიან უცხო გარემოა. აზიაში მოგზაურობა ჩემთვის განსაკუთრებული აღმოჩენებით სავსე აღმოჩნდა. ერთ-ერთი მათგანიც კი ეს ბათუს გამოქვაბულებია. ერთი შეხედვით აქაურობა ზღაპარს გავს, ფერადი და მისტიურია. აქ მობინადრე მაიმუნები კი საერთოდ სხვა ენერგეტიკას ძენს გარემოს და კიდევ უფრო ეგზოტიკური სანახაობაა. ძალიან საყვარლები კი არიან, მაგრამ საერთოდ არ უფრთხიან ადამიანებს. პირიქით, სულ ხელებში გიყურებენ. ყურადღებით უნდა იყოთ თქვენს პირად ნივთებთან, განსაკუთრებით კი ჩანთებთან, რადგან მათი ხელიდან გატაცება ძალიან უყვართ. ყველგან ესენი არიან. ეს დედაშვილი კი განსაკუთრებით რასაყვარლები არიან, ნახეთ. ტურისტული ღირსშესანიშნაობის გარდა ამ ადგილს რელიგიური დატვირთვაც აქვს. იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინდუისტური სალოცავია ინდოეთის ფარგლებს გარეთ, რომელიც ეძღვნება ლორდ მურუგანს. მისი უზარმაზარი 43 მეტრის სიმაღლის ოქროს ქანდაკება კი შესასვლელში დგას, როგორც მშვიდობის და გამძლეობის სიმბოლო. მინდა გითხრათ, რომ ეს არის მალაიზიაში ყველაზე მაღალი ქანდაკება. ამ ადგილს ასევე გამორჩეულს და ტურისტებისთვის მიმზიდველს ხდის ეს ფერადი კიბეები. მოემზადეთ იმისთვის, რომ 272 საფეხურის ავლა მოგიწევთ გამოქვაბულში შესასვლელად, სადაც ინდუისტური ტაძრები და სალოცავებია. თუმცა ის სილამაზე, რაც იქ დაგხვდებათ, ამდენი საფეხურისავლად ნამდვილად ღირსო ამბობენ და მოდი ჩვენც ვნახოთ. ხო მართლა, აქ მოქმედებს დრესკოდი. კიბეების ასასვლელთან დაცვა დგას და არ ამიშვეს. მხრები დაფარული უნდა ჰქონდესო და მომიწია აი ასეთი თავსაბურავის ყიდვა, რომელიც იქვე ასე ლამაზად ასევე არ უნდა გეცვათ მოკლე კაბა ან შორტი და გაითვალისწინეთ. დავიწყე კიბეების ავლა. აქაურობა იმაზე ლამაზია, ვიდრე კადრებიდან ჩანს. ამასობაში გაწვიმდა კიდეც, თუმცა ისე ძალიან ცხელა, ეს წვიმა ორმაგად მაცხუნებს. ყველგან მაიმუნები არიან, ძალიან საყვარლები არიან, სულ ხელებში გიყურებენ და ჩვენგან სასუსნავს ელიან. როგორც იქნა ამოვიარე ბოლო საფეხურები და აი ისიც გამოჩნდა გამოქვაბული. აქ შედარებით სიგრილია და ცოტა ხანს სულს მოვითქვამ და გავაგრძელებ გზას. აქ ამოსულს კი აი ესეთი პატარა მაღაზიებიც დამხვდა, სადაც შეგიძლიათ იყიდოთ წყალი, სასუსნავები ან სხვადასხვა სუვენირები. მაგალითად აი ეს მაგნიტი ვიყიდე ბარემ. ცოტა დავისვენე და გავაგრძელოთ გზა. ესეც შიგნიდან საოცრად მისტიური გარემოა დამეთანხმებით. უცნაური შეგრძნება კი არ, რადგან ახლა ვიმყოფები 400 მილიონი წლის გამოქვაბულში. ამ გამოქვაბულებში ასევე იმართება ტაიბუზამის ყოველწლიური ფესტივალი, სადაც მორწმუნეები და არა მხოლოდ ტურისტებიც თავს იყრიან